რამდენად უსაფრთხოა მოძრაობა საქართველოს გზებზე? ეს კითხვა გამუდმებით ისმის, პასუხი კი ჯერჯერობით სავალალოა. 2024 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 272-ით არის გაზრდილი. სავალალო შემთხვევებმაც და დაშავებულთა რაოდენობამაც იმატა სამწუხაროდ. უმთავრესად რა მიზეზებით ხდება ავტოსატრანსპორტო შემთხვევები საქართველოში? უპირველეს გამომწვევი მიზეზი საგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის არის სიჩქარის გადაჭარბება, როგორც წინა წლებში და დომინანტი არის იგი. მეორე ადგილზე არის უშუალოდ გადასწრება და გადასწრების შედეგად და ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში მოხდარი საგზაო შემთხვევები. ასევე აქვე ნასვამობაც გაზრდილი არის ოდნავ დაახლოებით 7-8%-ით. ბოლო 2024 წლის სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, დაახლოებით სადღაც ჯამში 20,000-მდე ადამიანს შეუჩერდა მართვის უფლება. ანუ წარმოვიდგინეთ ეს 20,000 ადამიანი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში გამოდის ქუჩაში და უბრალოდ პატულმა გააჩერა და ჩამოართვა მართვის მოწმობა, ჩამოართვა ავტომობილი და გადაიყვანა საჯარიმო სადგომზე და ეს ადამიანები რომ ქუჩაში გაეშვა და არ დაეჯარიმებინა, წარმოვიდგინეთ რა უბედურებები შეიძლება დატრიალებულიყო. განსაკუთრებით ყურადსაღები არის ქვეითთა გადაადგილების პრობლემა, ვინაიდან თუ 2023 წელს 95 ადამიანი გარდაიცვალა, 24-ში უკვე 101 ადამიანია გარდაცვლილი. მოგეხსენებათ ეს ქვეითთა გარდაცვალება და დაშავება პირდაპირ კავშირშია სიჩქარის გადაჭარბებასთან. საქართველოს გზებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი საკმაოდ საგანგაშოა, ამბობს კიდევ ერთი ექსპერტი და დასცენს, რომ ეს რაოდენობა დაახლოებით 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. რაც ყველაზე საგანგაშოა, სტატისტიკა არ არის სრულყოფილი. ჩვენ ვარაუდობთ, რომ დაშავებულების და დაღუპულების გაცილებით მეტია, იმიტომ რომ ეს არის საპატრულო პოლიციის მონაცემები, ხოლო საპატრულო პოლიციის დაფარვა მთლიანად არ ვრცელდება საქართველოზე. იქ არის კრიმინალური პოლიციაც ჩართული, შესაბამისად სტატისტიკა კიდევ უფრო მძიმე უნდა იყოს, ვიდრე ის ჩანს. დასადგენი არის ოპტიმალური სიჩქარე ქალაქებში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არის Vision Zero, ესეთი ხედვა, რაც ნიშნავს 0 დაღუპულს ქალაქებში და ამას შეუერთდა ევროკავშირი დიდი ხანია უკვე. ევროკავშირის ქალაქების ცენტრალურ უბნებში დაღუპულების რაოდენობა მართლაც რომ ნულდება, ხოლო ჩვენთან ეს ასე არ არის. ევრონიუს ჯორჯია დაინტერესდა თავად მძღოლების თვალსაზრისით, როგორ ხედავენ ისინი რეალობას. მათი აზრით, რამდენად ხშირად არღვევენ სხვა მძღოლების საგზაო მოძრაობის წესებს. 50% იცავს, 50% ვერ იცავს. როცა მე ვდგევარ, ჩემს ზოლში ვდგევარ და რაც არის დაშვებული სისტრაფით მოძრაობ, ხო? ვიღაცა ფარებს მითებს, მისიგნალებს, მეჩქარება, ამასობაში სისტრაფეს არღვევს, მანევრებით გადის, მიტორმუზებს და კატასტროფა არის ერთ სიტყვით და სავარიული სიტუაცია ძალიან ხშირად ხდება ეგეთი სიტუაციები, ძალიან ხშირად არის. რა ვიცი, ახლა ყველას არ ვაკვირდები, მაგრამ რა თქმა უნდა არის ქალაქში ახლა. არც თუ ისე ხშირად ავარიები. მე ვერ ვიტყვი რომ ყოველ ნაბიჯზეა. რავი, მე მგონი ბანგლადეშში უფრო კაი მოძრაობა იქნება, ვიდრე აქ. ძალიან ცუდად დადიან. ბევრმა არ იცის, ბევრს ეშინია გასვლა, მერე პრობლემებს იწევს და ასე შემდეგ. რა ვიცი, ზედმეტ ნაკლებად არის ახლა, რა ვიცი, იცავენ, როგორ გითხრა, ის შეჩეულები ვართ უკვე რა. რეგულაციები კი არ უნდა, მძღოლები, ახალგაზრდა მძღოლები რო არიან, იმათმა უნდა გაიარონ ცოტა ბევრი პრაქტიკა, ცოტა ღამე უნდა იმოძრაონ, ცოტა ისე რომ ისწავლონ ეს ყველაფერი, რომ გამოდიან და რომ იმარჯვებიან, თავიანთი ბრალია. საქართველოს გააჩნია საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის გათვლებითაც 2019 წელთან შედარებით უკვე 2025 წლისათვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპვისა და დაშავების სტატისტიკა საგრძნობლად უნდა შემცირებულიყო. ამ რეალობაში უბრალოდ წარმოუდგენელია ამ მიზნის მიღწევა, თუმცა ეს არის მოქმედების დეკადა, რომელიც გლობალურად არის გამოცხადებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და გაეროს მიერ და ესეთი მიზანი არის დასახული, რომელსაც ჩვენც ვუერთდებით, ბუნებრივია და ამ მიზნების მიღწევა მხოლოდ ეს ნელისვლით გამორიცხულია. პროაქტიული ქმედებები არის საჭირო იმ დარღვევებზე, რომელიც აშკარად გვეუბნება სტატისტიკაში, რომ ადამიანები
ადამიანებს ღუპავს ქსებზე და მძიმე დაზიანებებს აყენებს. ერთ-ერთი როგორც ავახსენე სიჩქარის გადაჭარბება და სხვა დარღვევები და გარდა ამისა უნდა ვიზრუნოთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ბავშვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გზებზე. იმიტომ რომ წლების განმავლობაში ბავშვები არიან დაუცველები იმ ნაწილში, რომ სამგზავრო სავარწლები აბსოლუტურად არ არის საკანონმდებლო ჩანაწერში მოთხოვნილი და ცნობიერებაც არ არის ისეთ დონეზე, რომ მშობლებმა ეს თავისი ნებით გააკეთონ. ამიტომ დაზიანებულთა რიცხვი დაახლოებით არა ქვეითი ბავშვების, არამედ მგზავრი ბავშვების არის წლის განმავლობაში დაახლოებით 156. საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები ამბობენ, რომ საგზაო შემთხვევების შესამცირებლად პრევენციული ზომების მეტად გატარებაა საჭირო და ასევე ჯარიმების გამკაცრებაც.